ბიბლიაში ნათქვამია. როგორც მამამ შემიყვარა მეც ისევე შეგიყვარებ თქვენ და დარჩით ჩემს სიყვარულში. წმინდა ნიკოლოზის დრობარი. კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა ყო შენ ქრისტემან. სამწყოსა შენ ისათვის და ამისთვის მოიგე სიმდაბილთა სიმაღლე და სიგლა ხაკითა სიმდიდრე. წმინდა ოდიდო ღვთისმთავარ ნიკოლოზ, ევედრე ქრისტეს აღმერთსა შეწყალიბა სულთა ჩვენთათვის. ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა ისე შეიყვარა ტუთი სოფელი, რომ ყო თავისი ხოლოჩობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათაშინა, წმინდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა, მოგოს ჩვენ დღეს და მოგვიტევე ჩვენ თანადებნანი ჩვენი, ვითარცა ჩვენს მიუტევებ თანადებთანმა ჩვენთან, და ნუ შეგიყვან ჩვენს განსაცდელსა, რამე თუ შენია სუფევა ძალა და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ. ღვთისმშობელო ქალწულო გეხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარი გვიშენ სულთა ჩვენთა. ამინ. იესო ქრისტემ აზიდა ჩვენი ცოდვების ჯვარზე და მოვიდა იმისთვის, რომ ჩვენი ცოდვები აეზიდა ჯვარზე? დიახ, მან უამრავი სიკეთე გააკეთა დაფარულად და ამით მან ჩვენ გვასწავლა რა არის ცუდი და რა არის არასწორი და რა არის სიკეთე. ღმერთი მოვიდა იმისთვის, რომ ჩვენ გვეცხოვრა. ღმერთი მოვიდა იმისთვის, რომ ჩვენი ცოდვები აეზიდა ჯვარზე. არა? რატომ ეწამა იესო ქრისტე ჯვარზე? ალბათ ყველას უჩნდება ეს კითხვა. ჩვენი ცოდვების გამო. ჩვენ ადამმა და ევამ შესწოდეს უფლის წინაშე და ამით მათ თავი დაისაჯეს. არსებობს ღვთის გულიდან ამომავალი მოწოდება, არა ღაღადი, რომელიც თითი დღე უფრო დაფრდება. უფალო როცა გიჭირს, თქვი ეს სამჯერ. უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე. და ამით უფალი შენ გიშველის. ყველა მართლმადიდებელს აქვს ლოცვანი სახლში. და ამით ის ამტკიცებს, რომ მართლმადიდებელია? არა, მას მთავარი რწმენა ჰქონდეს და ილოცოს უფლის წინაშე. ამით სატანასაც ჯერა უფლის, მაგრამ მას არ ენდობა. ჩვენ უნდა მივენდოთ იესო ქრისტეს. ჩვენი ღმერთია იესო, მამა ღმერთი, რომელმაც ჩვენი ცოდვების გამო ჯვარზე აცვეს, რომელიც ღმერთო შეიწყალე სულიად საქართველო. ილია მეორე ამბობს, ზეცა საქართველო ადამიანი. და ამბობენ ბერები. მთელი საქართველო ერთი ციხეა, დაგილე ეწია მტერო, მაგრამ ვერ აგიღია. დიდება თქვენ და თოროსანო ბერო მამებო, თქვენ შეგინახავთ ენა რჯული ერასამებო. ყველა ფიქრობთ ახლა რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ მთელი საქართველო არის ერთი ციხე და წმინდა მამებმა შეინახეს ჩვენი ენა და რჯული. მართლმადიდებლობა. ჩვენ ყველა ქართველი უნდა ვიყოთ მართლმადიდებლები. ახლა კი ერთ საგალობელს გიგალობებთ. Christeas gancretit, zicudilita, dam tgun validas sabla, vebicinata,
მოგვიყვანოთ ეს საგალობლები. ხატებს არ ხატავენ, წერენ. და ყველას გაგვჩენიათ კითხვა, რას ნიშნავს აღუ? აღუ ნიშნავს ადიდე, ღმერთი, უკუნისამდე, ადიდე ღმერთი უკუნისამდე, აღუ, ადიდე ღმერთი უკუნისამდე. პატარა ბავშვის პირველი სიტყვა აღუა და ის აღუ ბავშვობიდან ადიდებს ღმერთს. სიტყვა აღუ ნიშნავს ადიდე ღმერთი უკუნისამდე. იყო 3 ჯვარი. ერთ ჯვარზე ყოფ ადამიანს იესო ქრისტემ უთხრა: დღესვე ჩემთან იქნები 60-ში. ის იყო აბაზაკი, მაგრამ მას ჯეროდა უფლის და სწამდა იესო ქრისტესი. აი რასთან გამომდინარეა უფლის დაჯერება. ჩვენ უნდა მივენდოთ უფალს. არ დაგავდეთ და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გემშვიდობებით.